ხალხო ისეთი მძიმე ამბავი უნდა მოგიყვეთ და ალბათ ჩემზე უკეთესად კიდევ ბევრი მაიცით, რადგან სულ მოკლე პერიოდის წინ, ხნის წინ უბრალოდ მივადევდნენ თვალი ამ უბედურებას და შემდეგ უკვე დეტალურად გავეცანი. იმდენად შეძრული ვარ, ისეთი შეძრული ვარ, ისეთი განადგურებული ვარ და ისეთი დანაშაულის შეგრძნება მაქვს შინაგანად, რომ თითქოს ეს ყველაფერი ჩემს გვერდით ხდებოდა და სადღაც ახლოს ვიყავი და ვერ გავიგე, არ მესმოდა. საუბარი მაქვს ულამაზესი, უსაყვარლესი, უთბილესი, მაგრამ დიდი ტრაგედიის მატარებელი ქალბატონის ნატა ბიბლიანის პრობლემას ვერ ვიტყვი ტრაგედიაზე. ხალხო, საქმე თან, რომელზეც და თემა, რომელზეც უნდა ვისაუბრო, სვანეთში ხდებოდა. სვანებო, ეს როგორ დაუშვით? ეს რანაირად დაუშვით თქვენ უნდა? დაუშვათ ეს ყველაფერი, თქვათ არ იცოდით. აშიც ეჭვი მეპარება, რომ არ ვიცოდნოდათ. პატარა გოგო, სუსტი, დაუცველი და მოტრუკები, პედოფილებიც აღარ ქვიათ მაგათ, მაგნაირებს უნდა ასაჭურისებდნენ. რა ის ოჯახი, რა ის ცოლები, რა ის შვილები და შვილიშვილები, ხალხო. მაგათი მისხლი არ უნდა არსებობდეს. ღმერთო ჩხვიმიანებს ვიცნობ და იმდენად პატივს ვცემ ამ ხალხს იმ ქვეყანაში სადაც ვარ, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა და მიმაჩნია ამ დრომდე, არ ვიცი, გეუბნებით, მართლა გეუბნებით, ხალხო. ჯერ როგორც დედა, ქალი, დედა, შეძრული ვარ, განადგურებული ვარ, მართლა განადგურებული ვარ შინაგანად. რა მდგომარეობაშია ეს გოგო, რომელმაც ამდენი წელი ითმინა, ამდენი წელი საკუთარი ზურგით ატარა ეს ტრაგედია და დღეს გამოვიდა, მოგვენდო თითოეულ ჩვენთაგანს, გვიყურებს, გვიცქერის, რამდენად სწორად მივიღებთ ამ ყველაფერს, ქალები განსაკუთრებით, რამდენად დაუდგებით მხარში და ცოტა ხნის წინ მოვისმინე კიდე ნატას თავად ქონდა ვიდეო დადებული, სადაც ის ქალების, არ ვიცი, ქალები მე რანაირად უწოდო იმათ. ისინი იმ კაცები ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, იმათი ცოლები როგორ არიან, ხალხო? ან აქამდე რომ ცოლები იყავით, დარწმუნებული ვარ, 100%-იანი ვარ, დარწმუნებული უარესები ხართ. უარესები ხართ. უსაზიზღრესები ხართ. ერთად ხართ სულ ყველა. საბრალდებო სკამზე დასასმელები. მოსპეთ ადამიანი, გაანადგურეთ, წართვით, ყველაფერი დატოვეთ აბსოლუტურად ღია ცის ქვეშ და ცარიელი, ტარიელი, პატარა ერთი ბეწო გოგო. და ამდენი წლის ნათმენი, ნაუბედურალი ამ გოგომ ხმა ამოიღო დღეს საუბრობს. თქვენ წარმოედგინეთ რამხელა სიძლიერე უნდა, რამხელა ძალა უნდა იპოვოთ შენს თავში ქალმა, რომ დღევანდელ საზოგადოებაში დღეს ამ აჭრილ, დაბურდულ საზოგადოებაში შენი პრობლემა და თან როგორი პრობლემა ხმამაღლა თქვა. სხვერპლი ადამიანი 9 წლის ბავშვს გამეორება მიჭირს თქვა, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ აუპატიურებდნენ ფაქტია. ეს არ იყო ერთჯერადი. იქ მესამე პიროვნების ჩართვა კიდე, რომელსაც ასევე დაუნგრიეს ცხოვრება და გაუნადგურეს. მაგრამ ამ წუთში საქმე მაქვს და მინდა ხალხო, ძალიან მინდა დავინახო, როგორ დასჯით ამ საზიზღრებს. უნდა გეუბნებით, არ ვიცი რა, სადღაც ახლოს, ჩემს ახლოს რომ იყვნენ, შეიძლება თავი ვერ ჩემეკავებინა. ყოჩაღ ნატა, მადლობა შენ, რომ გვენდე საზოგადოებას და გაგვაგებინე ამ ხელა სატკივარი შენი. ყოჩაღ ნატა. მე პირადად ვცხოვრობ ბელგიაში და თუ სადმე რამე შემიძლია, თუ რამეში დაგჭირდეს ჩემი დახმარება,
ასევე არსებობს აქ ორგანიზაციები, თუ რამეში, სადმე, ოდესმე გაგახსენდეს და დაგჭირდეს ჩემი დახმარება, შენს გვერდით მიგულე. ეგენი უნდა განადგურდნენ, უნდა გაცამტვერდნენ და აღიგავონ პირისაგან მიწისა. როგორ შეიძლება მაგნაერს ყავდეს თავმომავალი? გახსოვთ დათათოშიამ რომ თქვა, რითი იქნება ის მის მამაზე ნაკლებიო. იგივე გაიზრდებაო. ზუსტად ესე იქნებიან მისი შვილებიც და თავმომავლებიც. სვანებო ამოიღეთ ხმა.